მოგესალმებით ყველას, გიზიარებთ კომპოსტოს ფხალის უგემრიელეს რეცეპტს. გარეცხილი და დაჭრილი კომპოსტო მოვხარშოთ წყალში 30 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ საწურზე და გავაციოთ. გაციებული კომპოსტო ხელით კარგად გავწუროთ. ხორცსაკებ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი, ხახვი, კომპოსტო, ნიორი, დავუმატოთ მაიონეზი, მე დავუმატებ სლობოდას უგემრიელეს მაიონეზს. დავუმატოთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, ცხარე წიწაკა, მარილი, ძმარი და კარგად მოვრიოთ ხელით. პარალელურად მოვზილოთ მჭადის ცომი და გამოვაცხოთ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან. მე გამოვაცხობ სლობოდას ზეთში. ფხალს მივცეთ სასურველი ფორმა და მოვრთოთ ხახვის რგოლებით და ბროწეულის მარცვლებით. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. მე დაგემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.